და ვერიკოს უთქვამ შენი ქმრისთვის რომ მეტი ყურადღება მიგექცია, საყვარელს არ გაიჩენდაო. დედა, Slay Queen. თუ როგორ არის გოგო ეგ? Slay Queen. ხო, Slay Queen. ამათი რაღაცა არა ვიცი. და მაგის გამო დაჭამეს ერთმანეთი, რომ გამოვედი სადარბაზოში სუთმები აყარა, ეს ეყავდათ ერთმანეთი დაპუტული. კაი გოგო, ინტელექტოები განათლება კიდე ნული. გაჩერდი ახლა რა, ჩემი შვილები რა ვიცი, აგერ ერთი უნივერსიტეტშია, მეორე მოსწავლეა, ნოვატორში სწავლობდა და ახლა ისეთ ხალხში იყო, იქ დაფრინავენ ეგენი პროგრამირებებში და მარკეტინგებში. აუ ვერიკო ძალიან მაგარი ქალია. თეკლა რო სწავლობდა შაშან ნოვატორში, მაგას შეშურდა და წელს თავი შვილი ჩაწერა მან. ეხლა ხო ნოვატორში რაღაც რეგისტრაციებია. თეკლა მოწონდა სარძლოთაც. დიდი ამბავია ახლა. ისე შენც რომ მოეწონო ძლად ვიღაცას არ იქნება ცუდი. რა სარძლოთ? ეგ ხამაკლია გაუნათლებელი და უკარიერო გავთხოვდი. ვერ ხედავ როგორი ჯოა, ყველა გოგოს უნდა ქონდეს თავის საქმე და განათლება. ეგ კი მართალია, მე ძალიან ადრე გავთხოვდი და ვერ ვისწავლე ინსტიტუტში. მე ბავშვი როდის ეს წამოიზარდა და მუშაობითაც არ მიმუშავია. ხო, არა კაცო, ადრე გათხოვება არა, ვიხუმრე ახლა. თან ანასტასიას შეყვარებულიც არ აღავს. ხო არა. ყავდი და გარდაიცვალა თუ გახსოვს. ამიტომ ჯერ ჰილინგის პროცესში უნდა გავიარო, ხო გესმის? მესმის კაცო რას ამბობ ახლა? ხო, ჰილინგი. როგორ მახსოვს რამდენი მცდელობა იყო და ბოლოს complicated relationship-ი გქონდა. რა გქონდათ? შენ ხო, ბიბუ, ჩვენ ჩამოვედი სოფელში ალბათ 25-ის მერი. თუნდაც გოგომ როგორ მაჯობა ვერ გაგვი სოფელში რომ ჩემზე ადრე ჩამოვიდა? რა უნდა? მაგის მასაყუდრება ხო დამყალა კიდე, კაცო. ავდგებ და გავუგზავნი ომარიკოს ახლა და ეგ იქნება. მე მარტო არსად არ წავალ. ვზებებო სულ სამომხდით, იქ ნაკვეთებში და ნახევში სიარულით. ერთი წამი გაჩუმდით. ხო, კაი, მიგანახე მე თეონეს გოგოს ნომერი და დაურეკავ დევილაპარაკები. ქართულად მიგანახე, სოროკ ჩიტირი რა არის? ანასტასია, რას აპირებ, შენ მოგცემენ შვებულება, ასე რომ წავსულიყავით სოფელში. წესით კი 25-ის მერე, ეხლა ნინია გასული შვებულებაში, ნოვატორში ხო რაღაც რეგისტრაციები მიდის და მაგას არ ყვევდა, უნდა რომ დარეგისტრირდეს მან და მე მიავიღებ. ძე სკოლიდან რო ვისვენებ, ესე იგი მეშვებულება მომცეს? არ დადეგები ქვია მაგას. და ძალიან მოდუნდი შენ, გორაო მთელი დღე დივანზე და ალალი იქნება შენზე სოფელი, მოგატაროს ეთებებია შენმა ყველაფერი. ხო, მე შეიძლება ვერ მოვახერხო სოფელში წამოსვლა, არა უშავს თქვენ წადით. კი, მაგ ჭკუაზე ვარ თუ სახში დაგტოვოთ ერთი კვირა, მარტო. ან ხანძარი გაჩნდება თუ სახლი დაინგრევა მთლიანად. რა გინდა გეგონება პირველად ვჩები მარტო. დედა რო წავა ხოლმე და ჩემ თავს გიწოვებს, შენს გადიხარ და მარტო მწოვებ ხოლმე მაინც სულ, რა აზრი აქვს? მოდი ახლა არ გვინდა მთემის განხილვა. კიდე ბებურეკავს. გისმენ? რა თუნეს გოგოს დაურეკ, როდის მოვასწრებდი? გისაყვედურებენ არა ის? რა გატიდებს? გავგეშტები ახლა. აუ, მე თუ სამდამსუსხა. მე ხო გითხარ აქეთ იბანავე მეთქი. სეზონია მედუზებისთან. ომერიკო კრემი მომაწოდი რა სტაფილოს ფერი. კრემი აღარ არის. თევზებს ვაჭამე. რა თევზებს აჭამე? ჩემი 18 ლარიანი კრემი. ვერ არის ეს რა. სიმინდი, კუკურუზა. სიმინდის ქალი მოდით. სიმინდი. აქეთ რა ღირს? 5 ლარი 1 ცალი და 3 ცალს მოგცემ 12 ლარში. 10 ლარი და წავიღებ. თან მარილი დაგეზოგებავ, ჩემი მაქვს წამოღებული სალფეტკით. მომეწოდი აბა სიმინდი. ომარიკო მარილი სად წაიღე? თევზებს ვაჭამე. სუ გამოეცალა ტვინი ამბობს. ბიჭო, იმდენი მარილია ამ ზღვაში, მაგეთ გაჭმევენ თევზები, კაცო. დავჭიდე ხლა ასე უმარილოთ. რეპის გიმო არა აქ სიმინდს, რა შტერი ბავშვია რა. უმარილო სიმინდს აქვს ცხოვჭამდი. საწავიდე. ომარიკო, გამოდი აქეთ ერთი შენი ჭირიმენ უიხრუკები მაგმზეზე რა. რა გემრიელ აღჭამ შენ მაქსიმინს? კაია უმარილოთ. არ არის უმარილო, ზღვაში ამოვავლე და ეხლა მარილიანია. უმეწამდება ეს. ომარიკო, გადი ბავშვში კიტრი მოკრიფე 3-4 წელი და სალათი დამჭრა. განძარე მიდეთ ვალსა. მეზობელმა ხომ მოიტანა დილით კიტრი, შეიჭამა ის უკვე? კაი გოგო, რა კიტრია გიყო, გამაგებინებ მწარე და უგემური. რაქნა ეხლა მაგით მოგვიკითხა თუ პატები გვცა, ნეტა ციურის მოკითხული არ გაიშვა არსად. მოვიტანე. ლაბის გავიხლათე იმ ტოკებში. შენ, ზგუში რო გავიჭედე კაცო მაგ ტოკებში, 20 წუთი მოვანდოვე ბოსტიდან გამოსვლას. ზია, საიდან ხართ? მოდი კუკურიძია, მოდი. აქეთ ვართ. რა არის კუკური ხომ მშვიდობაა?
შვიდობა არის გოგო ეს დაკიდოებია ბოსლის გარები ღია და გამოგწეულა შენი ძროხები. გოგიდან და ბიჭებმა მოაბრუნე ნაგებები სოფლის ბოლოდან. ჩემი სეკონდი რა დამჭო კარაფი წავლა დაგვეტა. ვაიმე კუკურიძე არ დაჯდები სალათი კარტოფილი რაღაც. შვილო მიირთვით არ შეწუხდები და წავიდე მე საქმეები მაგდ. კაი. ციურის მადლობა გადაიცი უგემრიელესი კიტრი მოგვართვა დილით. ხო. ამ კაცი იძახიან ძალიან ჭკვიანია. ორად რო შეხედავ ერთი ჩაულებრივი კაცია. ვინ კუკური? კუკური ტვინითაა სავზე რა სამბო. ფიზიკა მათემატიკოსი კაცი სოფლის სკოლაში ასწავლიდა. ძმაკაცობდა კოტე პაპასთანაც, ხო? კი, ანუ ამ კაცმა მათემატიკა იცის კარგად. რა მაგარია. გეუბნები კაცო ფიზიკა მათემატიკოსი ტვინი გადმოდის, კაც. ადრე ესენი ცხოვრობდნენ ქვემოთ ამ ხარეს, მდინარესთან, მე საწყლებს ხანძარი გაუჩნდათ და დაეწვათ ყველაფერი სულ. ამ დინერესთან შავი დამწვარი სახლი როა მაგათი იყო? ეხლა თხუნელებს ხორბის მაგ სახლში გუშინ დათია მეუბნეოდა. ინგა სად იყო ბავშვი სად იყო? მართლა თხუნელებს ხარ ყავდა ჩაყლაპული. სულელი. წასულა კაცო კუკურისთან წაუღია მათემატიკის წიგნი და ამოხსნებინები ამოცანებს საწყალი კაცისთვის ვისაც მთელი ცხოვრება აცხრებს და ვაშლებს იტულის ამაკიდე ამოცანებს შეათვლებინა რა. უნდა მოგელანდონე შენ. კი მიცინება უკვე. ვაიმე დედა. რა ხდება? ვაიმე, ტუალეტში გავდიოდი და უნიტაზზე ვიღაცის მე მგონი სეპტემბერში შუქიც ვეღარავანთე. რა ვიღაცის? ეხლა ვიჭველაგი ბარდა საყიდან წავალ. ომარიკო ხო არ არის? არა, ომარიკო წინავს რა ხანია. როგორ შემეში და აშკარად რაღაცა სილუეტი დავინახე რა, ადექ წამოდი გამომყევი. იცი შემეში და ლამის აღარ დამჭირდა ტუალეტში და შევდიოდი. მის მინები ჯუსტი ისროლია ბოლოსკენ და თუ უკან გვესრულა ის იგი ვიღაცა. წამოდი რაც არის ეგ არის მე შევალ, ოღონდ წინ შენი არე. შენ თუ შედიხარ წიმირატოვიარო. რა საკეთე? ვაიმე დედა. რა იყო მარიკო გული გამისკდა ვერ გავიგე. ტუალეტში შედიხართ? არა დაგითმობ შედიმიდი. კაი. დედა არავინ არ ყოფილა კაცო. წამოდი დაიძინე ერთი მეც დავწვევი და დამშვიდი ეხლა ცოტა. კაი მე წავიდი ვიძინებ. ვაიმე მიშველეთ. რა მოხდა ვინ არის? არა არაფერი დასაკეთეს არეცხი დამეყრია საწოლზე და მე მეგონა ვიღაცა იწვა. მითი დაიძინე ხო. ჩაირიცხა ხო ლიკუნა. ხო, სად მოხდა? არქეოლოგიაზე. გოგო, სამედიცინოზე არ უნდა და ბავშვს. ორი ქულა, ხო. მეც მაგას არ ვიძახი გოგო, არქეოლოგები გვჭირდება ჩვენ საქართველოში. ისეთი ისტორია გვაქვს. ხო. პაციენტის გარდაცვალებაზე დარდი არ მოუწევს ლიკუნას. ყველა ვისაც ნახავს უკვე მკვდარი იქნება. ვასოს დამოხვეწილა ჯავახიშვილში ბიზნესზე. დედა რა კაია როგორ მადარდებდა კაცო ეგ ბავშვი. დედამისმა მან რო ვერ მოხდეს თმები უნდა გადავაცალო. მაინც იცრია თმები დედამისმა. დედა რატო კაცო? გრანიტი ვერა იყო. გრანიტი არა კრამიტი. მიდი გარკვე მეორე სართულის ლუკამ რაქნა სად მოხვდა და აიღო თუ არა გრანიტი. ბრეკავ. სევდა როგორ ახარ? ინგა ვარ. გოგო ბრაქნა გივიკო მაბა? აი წარმატებაც მაგას ქვია რა. ვაიმე როგორ გამიხარდა. მიულოცე ინგა დეიდამ დაგირე. ხო. კაი. დედა აი ნიჭიერი ბიჭი რა. სამხედრო უნივერსიტეტში მოხვეწილა ერთ წლიან სავალდებულო პროგრამაზე. ხოჩახ. მაგას მეორენერად ჯარში წასვლა ქვია. იტყუება ესე იგი ჩაიჭრე შენი გივიკო და ჯარში მიყავთ. ანასტასია გავარკვიე. მეორე სართულის ლუკამ აიღო 100-იანი გრანიტი ილიაში. მართლა ძალიან კარგი. თეკლე შეგიძლია რომ მიწერო ლუკას გამართლა მოლოდინები. როგორ მაინტერესებს ლიკუნამ რაქნა ჩვენი კარის მეზობლება, მაგრამ სოფელში არიან წასულები და ვერ ურეკავ. გეგონოს შენ. 3 წლის წინ მაგის უფროსი და რო ვერ მოეწყო უმაღლესში, მაშინაც სოფელში იყვნენ ეგენი წასულები. გიღავს ახლა წინახევრის ბავშვი. ინგა ნეტა ტეპნაძეების ბიჭმა რაქნა როგორ მაინტერესებდა და ვერ გავიგე. მერე მეგეთ გოგო რა პრობლემა? ომარიკო, ეგვეული მომაწოდე რა. რომელი? აი დავთარი რო აწერია. ხო ეს. მაინც არ გეტყვი ახლა. აი, ნო, პოჟორსტ, ტატანაშვილი, ტეპნაძე გიორგი. აი, 50-იანი გრანტი ილიას უნივერსიტეტში. ხო, ილიაში. ინგა დედა, ომარიკო ჩხუბში მოყვა და ვერ ვაშველებთ. ვაიმე, რა ხდება ომარიკო? რა დღეში ხართ, კაცო? გამოდი აქეთ, რა მოხდა?
დებილი ბავშვი. დამალობანას თამაშობდით და ჯერ ჩამიშვა და მე ბავშვებს ჩემი საიდუმლო სამალავი უთხრა. ქართული არის მისთან და დებილი ვიცი ქცევა. Артём, что ты делаешь? Что там происходит? მაჩვენ. Что происходит? და იშხობეს ბავშვებმა შემოხეული აქვს ჩემსაც მაისური. შეხედეთ ერთი. მაგრამ რუსებს რა უნდა ველაპარაკობენ, გავიგე. მართალია ომარიკო ინგადეიდა. არწიომამ ჩაუშვა და მე ეღრიჯებოდა კიდე. ხო, რო ვერ მიპოვა ლიციმ, არწიომა ეუბნებოდა ვოწამო. Мой сын никогда бы его не ударил. Что вы говорите, ეხა რაც ქვია, კაცო? არ დაარტყავდა ბავშვს. დასინიაკებული აქვს ხელი ჩემსაც. მაჩვენე омарიკო. Вот, посмотри. Один синяк, 2, 3. Видишь? Боже мой. Артём, я расскажу об этом твоему отцу. მამამის რო უთხრა ხო რაც ამბობ, თავს მოიკლავს ახლა რა ბავშვისთვის. გეგონება არ იცის. Он всегда водка пьют. და საერთოდ არ უყურებს თავის შვილს. ხო, შვილო, ეგეთი ხალხია რუსები, ვეგენიარს თავისას უყურებენ და არც ხვისას კიდე ზაღდაღორია ჩამოსული და. არ ვიცი, მეორე აღარ დავინახო ესეთი რაღაცა მოხდა, სწორედ პოლიციაში დავრეკავ უკვე რა. Пойдём домой, Артём. აცი აღარ ვათამაშებთ ჩვენთან. უკრაინელი ვარო, თავიდან მოგვატყუა. თურმე რუსი ყოფილა. ადექი წამოდი ომარიკო და გამოიწვალე დახეული მაიკამერე ჩამოდი. იქნება დაგიკემსო და რა ვიცი თუ რაღაცა იატაკის სტილოდ გამოვიყენებ მე. თქვენ კიდე ბავშვებო რო დაინახავთ კაცო ამ რუსებს, გამოეცალეთ, გამოერდეთ და ნუ ეთამაშებით კაცო. თქვენი აკაურობა მაგათი კი არა. კი, ასე ცუდად რო ვარ ეხლა, კაჭოფილ შემიწვავ. შეგიწვავ ხო, წამოდი. ვასოდალიზის წამოვლი. წამოდით ბავშვებო თქვენ ხო რა თქმა უნდა. ჩემ ოჯახში როგორ შეიძლება თქვენ გარეშე კარტოფილი. გამიძახით მიდი წინ. დაგემატება შენ სიდიაკები ვატყობს ახლა. აუ როგორ ვერიტარ გვაგვიანებენ და ველოდები რა. ნახევარ საათის წინ ხო დავრეკე გამოვედიო მითხე, მაგრამ მოშებული წყლის ხმამის მოდა ტელეფონში. აბონეში იყო უეჭველი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე მოვა. გოგო ის გიგაყარალაშვილი რამდენი ხანია თურქეთში ტიპი გულაობს რა. გოგო სამკურნალო დააიქცასული მანდ. არიცოდიე, გეგ ტიპის მოსაწევის თემებში იყო, ხან პლანს ეწეოდა ექსასტავი და ხან რას და ტვინში რაღაცა დაუზიან და ნეიროქირურგებში თემებში დადიან სულ. არ უნდა მომბობდი, მაგრამ ღირსია ეგეთი ადამიანი. ტექს მეცდა რომ პლანის მოწევას დაიწყებ, გეტყობა რაც ხარ რა. მოვედი და ძალიან უნდა მაპატეთ, მაგრამ ისეთი ამბავი მოვიტანე, ყველაფერი და გავიწყდებად. იმედია გუგა ყარალაშვილის თურქეთის ამბები არ არის. ეგ უკვე ვიცით. ნუ მე ვიცოდი და ამან ახლა გაიგო. რა სამყურალოდ რა თურქეთში, ეგ როგორ არიცოდი გოგო? მოკლედ. ოქროშული ფეხძიმე და. აუ ეხლა შვილები შოკისგან გავქვავდი. ვისგან როგორ სად? გეტყვისა. აუ ეგ გადაცემა არ არის? ძალიან განათლებული ხალხი როდის და კითხვებს პასუხობენ. ვისგან როგორ სად? ეგ არის რა, სად რუდის? ნუ ხო, წყობა ამერია უბრალოდ ძალიან დიდი ბოდიში. და ეგ ამბავი გავიგე შენ კორპუსთან ანასტასია. შენ მეზობლად ლაპარაკობდი რა ჩამოვიარე. ხათაო, ანასტასია დედა შენ არაფერი არ იცის ნეტა? არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ. აუ ხო რა. მოდი. თუქშია სამზარეულოში არის საჭმელი გავაკეთე და გაიცხელე. არა, არ მშია. რა ხდება აბა ინგა? სახლში, კორპუსში, უბანში რავი. არაფერი რა ვიცი, ისეთი არაფერი. ბაიმე, შენ კლასელ ოქროშულზე გაიგე? რა უნდა გამიგო რა მოხდა? გამოხდა და გითხრა ახლა. წეღან ვიყავ მაღაზიაში ჩასული მეზობლები ლაპარაკობდნენ სადარბაზოსთან და გავიგე. თურმე მაგ შენ ოქროაშვილს მეორე საფეხურზე რომ მოტეხილი კიბის საფეხურია. დაცდენია საწყალს, ფეხი დაგორებული ამ კიბეებზე და შეასხნა თურმე ამ ჩეხვაძეების კარებს. ხო, ფეხის მძიმე მოტეხილობა აქვსო. რა სამბობ? მოიცა რა თქვი რა აქვს? ფეხის მძიმე მოტეხილობაო. ფეხის მძიმე? აუ დეკლარაშტერი ხარ რა.